გამარჯობა, გათამაშების ჩასატარებლად დავბრუნდი და პატარა განცხადებას გავაკეთებ, სანამ დავიწყებ ვიდეოს. თავისუფლება ყველა პოლიტ ვადიმარს. ეხლა დავიწყებ ვიდეოს. ძალიან დათრგუნული ვარ ეს პერიოდი ალბათ თქვენც. მე შევიყვან ახლა ინტერნეტში თქვენ სახელებს და ჩავატარებ ონლაინ გათამაშებას. ბორბალი, ვისაც არჩევს, ის იქნება გამარჯვებული. და მას მოემსახურები უფასოდ გავუკეთებ პროექტს და ნახაზებს. გათამაშება იყო, ტარდებოდა და მოვიგე 15 ლარის ვაუჩერი. საკმაოდ დიდი გამარჯვება. თქვენ შეიძლება $800 პროექტი მოიგოთ. ისე როგორი მშვიდი და წყნარი გათამაშება არა და რამდენი $1 თამაშდება. ხო, ნახოთ. დავგუგლო. უნდა დავატრიალო ბორბალი. ბაიმე ვინ იქნება? კომენტარს წავიკითხო. კეთი მახარაშვილი. გემოცავთ. ნახოთ კომენტარი. ძალიან გამიმართლებს ის იღბლიანი მე თუ აღმოჩნდები. მომწონს თქვენი ხედა ძალიან. კაი, ჩემს ქებას არ წავიკითხო ხო ამაღლა. ოკეი. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. დამიკავშირდით. მე როგორ დაგიკავშირდეთ? გელოდებით. რო დავიწყოთ თქვენი პროექტი. საინტერესოა რამდენ კვადრატზეა საუბარი და რამდენი $. ვეცდები რომ ჩავწერო მიმდინარეობა პროექტის. როგორ იქნება და რა იქნება. კეთი მახარაშვილი გილოცა. არა მეც რო კეთი ვარ და გამარჯვებული კეთია. თან კომენტარში რო უწერია იმედი მაქვს გამიმართლებსო და მე ვიქნები ის ერთ-ერთიო. დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება ის, რომ ახალი სკამი მაქვს. რა. და ესა. კიკა. სურათი მაქვს ახალი. რახან არაფრის ხასიათზე არ ვარ. მიმდინარე მომენტიდან გამომდინარე. დღეს მე არ მექნება სხვა ბინის განხილვა. არ განვიხილავ. და დღეს უბრალოდ სხვადასხვა თემაზე ვისაუბრებ და იმედი მაქვს დაინტერესებით. რადგანაც ყველა გოუნება თავიდანვე რომ პატარა ბინა და მუქიფერი არ გამოიყენო და პატარავებს. არა პატარავებს. ზუსტად იგივე ზომა რჩება და ზუსტად იმდენივე კვადრატი რჩება ბინა შავი ფერის რო იქნება. არ არის აუცილებელი რომ ყველა ვითვალისწინებთ რაღაც სტანდარტს და ყველა ვჯდებოდეთ ერთ სტანდარტში. აი სასტიკად წინააღმდეგი ვარ მაგისი რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს გავუკეთოთ ერთი სტილის აი ეს ხა მოდაშია და მე შენ ახამას გაგიკეთებ რა მოდაში ხანა მაგიტო. მოდერნისტული რაღაცა ძალიან მინიმალიზმი არის მოდაში და მეც მინიმალისტი ანუ შეიძლება ადამიანს საერთოდ არ უხდებოდეს ეს სტილი. საერთოდ სხვა ადამიანი იყოს და გავუკეთო მინიმალიზმი და მე რატომღაც თავს ცუდად ხსოვდეს საკუთარ სახლში. ვერ ხდებოდეს ეს ბრალი და იყოს ინტერიერის და განლაგების ბრალი. კი, მოქმედებს. ნიუტის როგორც არეული ოთახი მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე დალაგებული ოთახი ზუსტად ისე მოქმედებს ავეჯის განლაგებაც. და ტრაექტორია, რა ტრაექტორიაც მოძრაობს ჩვენს საკუთარ ბინებში და გულებში. არის ძალიან ბევრი ტრენდი შემოსული და რახან ტრენდია, იმიტომ უნდა გქონდეს, აი, ნაძვის ხეზე წითელი დიდი ბანდი. ზუსტად მაგედო გჭირდებათ ინტერიერის დიზაინერი, რომ თქვენზე იყოს მორგებული. ძალიან ბევრ თქვენგანს მე ვუპასუხე ჩატში და ჩატში გავუკეთე თავიანთი ბინები მიუხაზე და გაუგზავნე ძალიან ბევრ თქვენგანს. ასევე რამოდენა მე თქვა, ხელოვნური ინტელექტის ძალიან ბევრი რეკლამა ხდება, სადაც ხელოვნური ინტელექტი აკეთებს დიზაინს. შეგიძლიათ ეგ აპლიკაცია გამოიყენოთ, ანუ ოთახს გადავუყოთ სურათი და ის ხელოვნური ინტელექტი დაარენდერებს თქვენს არჩეულ სტილს. მაგრამ
აქვე ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხელოვნურ ინტელექტს ჯერ არ აქვს ის ფუნქცია ჩაშენებული, რომ დაახლოებით ატვირთო ოთახი და ყველა კუთხიდან დაგირენდეროს ისეთი, ანუ ყველა კუთხიდან იქნება სხვადასხვა სტილი, სხვადასხვა განლაგებით. მაშინ პროფესიონალი უნდა იყო, რომ ზუსტად იმავე სტილი და იმავე განლაგებით დაარენდერებინო მთელი ბინა. ამას პლუს ხელოვნური ინტელექტი აჩენს სხვადასხვა წერტილში, ხან ფანჯარას ზედმეტს, ხან ღიობს, ხან ჭრილს, ხან რავი, ყველაფერს ზედმეტს და ამ ყველაფერს ვერ აცდებით. ამიტომ რეალურად შეიძლება ფული სულიად უაზროდ დაგეხარჯოთ მაგაში და ჯობს თუ იმისი საშუალება არ გაქვთ, რომ პროფესიონალ დიზაინერს შევუკეთოთ მაგალითად რენდერები, მე ვამბობ 3D-ში აწყობილს და ფერებს რო შეხედოთ, შეგიძლიათ დამწყებ დიზაინერს შევუკეთოთ რაიმე პატარა პროექტი, რაც თქვენ გაქვთ, თუნდაც ერთი ოთახი. იმიტომ რომ ყველა თავის დროზე ყველა დამწყები ვართ ჩვენს პროფესიაში, მე დამწყები რო ვიყავი, მქონდა 300 ლარი ხელფასი. ძალიან მომწონს ჩემი პროფესია და რასაც ვაკეთებ და არ მინდა რომ სხვა პროფესიაზე გადავიდე. იმის გამო რომ აქ სტაბილური შემოსავალი არ არის. არ ვიცი რა ვქნა. საკმაოდ რთულია, რომ სტაბილურად ყოველ თვე ყავდეს დამკვეთი. აი ძალიან რთულია. საქართველოში მით უმეტეს და თან ამ ბოლო პერიოდში საერთოდ. კარგად იყავით. კეთის ვეძებ. გამომეხმაუროს კეთი. გამარჯვებულო.